დღეს არის ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი 18 აპრილი საეკლესიო კალენდრის დღეს არის 5 აპრილი 2026 წელი და ყველას მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღევანდელი შაბათის შესახებ ჩვენ გვისაუბრია, ეს არის საუბარი 71, ამიტომ აღარ შევჩერდებით, იმიტომ რომ არ დამატებითი გარემოებები არ გვაქვს და მე დღეს მინდა მოგითხროთ გავაგრძელოთ საუბრები ჩვენი პატრიარქის შესახებ, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. და სანამ უშუალოდ გადავიდოდე, გავაგრძელებდე საუბარს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო იყო მასთან პირადი ურთიერთობა, უშუალო ურთიერთობა. ესე იგი, ხანდახან საოცრად მიუწვდომელი იყო, იმიტომ რომ იმ სხვა სამყაროდან გვესაუბრებოდა ხოლმე, გვესაუბრებოდა რა, რომ მსახურობდა მაგალითად, ან რომ იმყოფებოდა, იცით, მე რო წმინდანთა ცხოვრებაში ეს წამიკითხავს, რომ ადამიანი ხანდახან ესე იყო ხოლმე, რომ თქვათ ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე გაშეშდებოდა და რაღაც. ეს ძალიან ადამიანური იყო ჩვენი პატრიარქი. ესე არ იყო, რომ ესე იგი თქვათ, ახლა გაშეშდებოდა, მაგრამ მუდმივად იმყოფებოდა სხვა სამყაროში, მუდმივად და ხანდახან თითქოს ისეთი ხელშესახები იყო, ძალიან ახლოს შეეძლო, რომ მიეშვი თავისთან. და რაღაც ძალიან ადამიანურად დაგელაპარაკებოდა და ხანდახან ვერაფერს და კიდევ რა მინდა ვთქვა, რომ რაღაცნაირად ჩვენს ქვეყანაში იყო ესეთი წესი, რომ ძალიან ახლობელი ადამიანები, ცოლ-ქმარი, ოჯახის წევრები, შვილები და მშობლები ერთმანეთს ველაპარაკებოდნენ ხოლმე თქვენობით. მე სხვათა შორის ესეთი ოჯახი ვიცი, გამიგია, ვიცნობ ესეთ ადამიანებს, მაგრამ ეს უფრო ადრე იყო, მაგალითად უფრო ხშირი ეს იყო, რაც გამიგია გურიაში მაგალითად, ბავშვი რო შემოვიდა და მოხცე ადამიანი ფეხზე დგებოდა, რაღაცა ურთიერთ რაღაცა მოწიწება არსებობდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა პატრიარქმა ეს წესი დანერგა და საყოველთაო წესად აქცია. ანუ მე როგორ გითხრათ, ახლა კი გამიგია, რომ ვიღაცისთვის შენობით მიუმართავ. ოღონდ ეს ძალიან იშვიათი იყო. შეიძლება უცებ შენობით მოემართა და ეთქვა, მაგრამ ეს იყო ძალიან იშვიათი და მე მინდა გითხრათ, რომ ესეც მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ სასულიერო პირებს შორის ესე უნდა იყოს და ერთი მაგალითი იყო, მაშინ ეს გამოიყენეს, ესე იგი, რაღაცა ცუდად, სომხეთის პატრიარქი ბრძანდებოდა ჩვენთან ჩამოსული, რომელსაც მე პირადად ვიცნობ და რომელიც ძალიან უშუალო ადამიანია და როგორ გითხრათ, ისეთია, კეთილი და გახსნილი, დღეს ახლა ძალიან დიდი განსასწრებია, ესე იგი, ამაზე აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ მან ესეთი რამ უთხრა, რომ არ შეიძლებაო, რომ ჩვენ შენობით ვილაპარაკოთო, პატრიარქი სულ მიმართავდა თქვენობით. ის ცდილობდა, რომ რაღაცა ესეთი უშუალო ურთიერთობა დაემყარებინა პატრიარქთან. ხო და პატრიარქმა უთხრა, ესეთ რა არისო საქმეო, მეო, ჩემს ეპისკოპოსებსაც კი თქვენობით ველაპარაკებიო. და ესე იგი, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სომხეთის პატრიარქს და თქვა, რომ ესო რა კარგი აზრიაო.
აზრად არ მოსულია იმას ეს თავში გესმით და ასევე ნუ ეხლა რაღაც ენები არის თქვათ ინგლისურ ენაზე შენობითი ფორმა უბრალოდ არ არსებობს მაგრამ აი ჩვენთან არსებობს ეს შენობითი და თქვენობითი საუბარი და აი ჩვენი პატრიარქი ესეთი იყო უბრალოდ ამის თქმა მინდა მაგრამ ეხლა სხვა რამეს ვამბობ ესე იგი მასთან პირადი უშუალო ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო მაგრამ მასთან ურთიერთობა და მისი პიროვნების შესახებ საუბარი ალბათ ვერაფრით ვერ ამოიწურება მასთან თუნდაც მე ხო ბევრი დიდი ურთიერთობა მქონდა ხანგრძლივი მასთან პირადი ურთიერთობა მაგრამ ტელეფონზე დაურეკავს ჩემთვის მაგალითად ნუ ამას ყოფილს მოგიყვებით მაგრამ ის ადამიანებიც კი ვინც ბევრად უფრო ხშირად იყვნენ მის გვერდით აი მისი უშუალო თქვათ დედები მამები რომლებიც აი ცხოვრობდნენ საპატრიარქოში მთელი ეს წლები ხო იმათაც რომ მოყვნენ ესა კარგი იქნება საინტერესო იქნება მაგრამ ნუ ეს იქნება მხოლოდ ერთი რაკურსით დანახული პატრიარქი რომელიც არის მრავალწახნაგოვანი ამიტომ რას ვამბობ ეხლა და აი როგორ მინდა საუბარი გავაგრძელო რომ პატრიარქის შესახებ ვლაპარაკობს მისი საქმეები და თუ გინდა რომ აი პატრიარქი დაახასიათო აი უნდა მოყვე ალბათ აი როგორ რა გაკეთებული და ისეთი საინტერესოა ეს და ისეთი მრავალფეროვანია რომ ფაქტიურად აი მას როგორც პიროვნებას წარმოაჩენს და მე ხა გადავდივარ მის ერთ კონკრეტულ რა ვიცი აი შემოქმედება მე სხვას ვერაფერს უწოდებ ეს არის სასულიერო აკადემია ეს არის თბილისის სასულიერო აკადემია რომელიც გაიხსნა მე უკვე მოგიყევით რის ფასად მაგრამ აი გაიხსნა 1988 წელს და ღვთის განგებით ისე მოხდა რომ და ჩემი მოძღვრის მეუფე დანიელის ლოცვა კურთხევით მე შევიტანე საბუთები და ჩავაბარე და მოვხდი თბილისის სასულიერო აკადემიაში ეს იყო პირველი ნაკადი აბსოლუტურად პირველი ნაკადი და მანამდე თბილისის არა მცხეთის სასულიერო სემინარი არსებობდა რომელიც გადმოვიდა შემდეგ აი თბილისის სასულიერო აკადემიის შენობაში და გახდა თბილისის სასულიერო სემინარი. მოკლედ თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია ეს იყო პატრიარქის ოცნება სულ თავიდანვე, იმიტომ რომ ნუ ერთი რომ უმაღლესი განათლების გარეშე შეუძლებელია, ესე იგი აი სასულიერო პირმა ნუ რაიმე თეორიულად ყოველ შემთხვევაში აი ღვთისმეტყველების ცოდნის გარეშე ესე იგი რაიმე არ ვიცი რა ვთქვათ კი შეიძლება რომ უდელს არ კონდეს უმაღლესი განათლება მიღებული და მხოლოდ ეს მსახურება აღასრულოს და თავისთავად შეიძლება თვითონაც ცხონდეს და სხვა ადამიანებიც აცხონოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც შემდეგ თურმე ქონდა პატრიარქ ჩაფიქრებული ეს არის მისიონერული სამსახური ანუ გატანა გარეთ ესე იგი ამ სარწმუნოების საზოგადოებისათვის ფართოფენებისათვის ამის მიწოდება ეს კი შეუძლებელია ნამდვილად აი უმაღლესი განათლების გარეშე ნუ მოკლედ ესე იგი მისი ოცნება იყო რომ ერთად ყოფილიყო სემინარია და აკადემია და აი ამ სტუდენტებს ერთმანეთთან კავშირი ქონოდათ და კიდევ ესე იგი რომ მაქსიმალურად დაიახლოვებინა ეს ორი არ ვიცი რა დავარქვათ ეს ორი სივრცე ერთმანეთისათვის სასულიერო სემინარიის და სასულიერო აკადემიის იმიტომ რომ აკადემიაში მიღების პირობები ეხლა მოგიყვებით უკვე თანდათანობით აკადემიის შესახებ. ნუ აკადემიაში ეხლა მიღების პირობები იყო ის რომ ან უნდა სემინარია ქონოდა ადამიანს დამთავრებული. და მინდა გითხრათ რომ ეს ძალიან მაშინ იმ დროისათვის ძალიან მცირე ესე იგი არეალი იყო რაღაცნაირად ცოტა ადამიანს ჰქონდა სემინარია დამთავრებული.
ან ესეთი რამ დააწესა პატრიარქმა, რომ ან ქონდა რაღაცა ნებისმიერი სხვა უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორი. იმიტომ რომ მე უკვე ჩვენ როდესაც გადავედით აი ამ სისტემაზე სამაგისტრო აი უკვე რო არსებობდა ესეთი ბაკალავრიატი და სამაგისტრო ესე იგი ეს კურსი ხო უკვე სხვანაირად გამოჩნდა უკვე ეს ყველაფერი. მაშინ იმ დროისათვის უმაღლესი განათლება ნიშნავდა იმას, რომ დღევანდელი სტანდარტების მიხედვით მაგისტრის ხარისხი ესე იგი ესე ჩაითვალა, რომ გაქვს შენ ესე იგი ამ შენ მიერ დამთავრებული უმაღლესის მიხედვით უკვე ხარ მაგისტრი და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს აი ამ დონიდან დაეწყო უკვე შემდეგ დამატებით ღვთისმეტყველების შესწავლა. ნუ ეს ერთი რომ მე როდესაც შევიტანე საბუთები, ნუ აუცილებელი იყო ჩემგან რომ მიიღოთ ეს საბუთები, რომ უმაღლესი მქონდა დამთავრებული და ნუ მე განათლებით ვიყავი ფიზიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში დღეს ესე ქვია ვსწავლობდი, მიუხედავად ამისა, მე უკვე ერთი დიპლომი მქონდა და ამიტომ ესე იგი ჩემი საბუთების მიღება მარტივად მოხდა სასულიერო აკადემიაში. ნუ ჩვენ შევიკრიბეთ ეს 15 ადამიანი და როგორც მოგახსენეთ, პატრიარქმა ეს კარები გაგვიხსნა და შეგვიშვა ამ სივრცეში. პირდაპირ მნიშვნელობით ეხლა ალბათ აქედან იწყება, ესე იგი ალბათ აქედან იწყება სასწავლებელი რო არსებობდეს, აუცილებელია რომ არსებობდეს ბიბლიოთეკა, რომელსაც აუცილებელია რომ არსებობდეს ბიბლიოთეკა, ნუ რომელზეც არის დაფუძნებული ეს სასწავლებელი, ხო, სხვანაირად მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ბიბლიოთეკის გარეშე წარმოუდგენელი. ნუ ყოველ შემთხვევაში მაშინ ესე იყო, იმიტომ რომ ახლა კი ჩვენ მერე მოგვიანებით, აი ხარბად შეიძლება ითქვას დავეწაფეთ, უკვე აი თანდათანობით ჩვენს თვალწინ, ნუ მე ხა უკვე ცოტა მოგვიანებითი პერიოდი მაქვს 90-იანი წლების მეორე ნახევარი 2000-იანი წლების დასაწყისი, აი ჩვენს თვალწინ იბადებოდა და ჩნდებოდა ციფრული ბიბლიოთეკები, რომელიც დღეს არის ნუ ძალიან მდიდარი და ნუ ხელმისაწვდომი და დავეწაფეთ რას ნიშნავს, რომ ძალიან დიდ დროს ხარჯავდი მე რომ ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან წიგნები გადმომეწერა, იმიტომ რომ სულ მქონდა შიში, რომ რამე არ მოხდეს და ეს პროცესი პირიქით არ წავიდეს, მაგრამ რომ ესე იგი უცებ არ დაიწყოს გაქრობა ამ ბიბლიოთეკებმა, რომ მოვასწრო და ნუ მე რაღაც დროს უკვე შეუძლებელი გახდა იმდენია და ისეთია ეს უძვირფასესი წიგნები, წმინდა მამათა თხზულებები მაქვს პირველ რიგში მხედველობაში და ამიტომ დავანებე თავი ამის გადმოწერას, მე დავიწყე თვითონ ბიბლიოთეკის საიტების გადმოწერა და მე ამასაც დავანებე თავი, იმიტომ რომ დღეს აძიებელი სისტემა სრულებით სხვანაირია და დღევანდელი შესაძლებლობები კიდე სრულებით სხვა არის და აი მაშინ ფიზიკურად უნდა ესე იგი ეს წიგნები არსებულიყო. წიგნი უნდა ქონოდა, რომ ეს წიგნი გადაგეშალა და წაგეკითხა და მინდა გითხრათ, რომ აი როდინდელი ჩანაფიქრი ყოფილა თურმე პატრიარქის ეს უმაღლესი სასწავლებელი, რომ ესე იგი აგროვებდა ამ წიგნებს და სად ინახავდა, როგორ იყო, ესე იგი, როდესაც საპატრიარქოს ესე იგი ეს შენობა გადაეცა, სასულიერო აკადემიის შენობა და გაიხსნა ეს სასულიერო აკადემია, ნუ იქ დიდი რაღაცა ფართობი გამოიყო ამ შენობაში სწორედ ბიბლიოთეკისათვის. და მინდა გითხრათ, რომ აი ამ ბიბლიოთეკაში შესვლა ნუ ეს ვერც ამ ბიბლიოთეკას ვერც კი ეტყოდი რა გინდოდა, იმიტომ რომ არ იცოდი რა წიგნები არსებობს.
არ იცოდი და კი იყო ამის საშუალება, ესე იგი, აი მე ვიწყებ პირდაპირად ბიბლიოთეკიდან, აი პატრიარქის პორტრეტი რო წარმოიდგინოთ. მოკლედ მან პირადად აგროვა ეს წიგნები და მისი პირადი ბიბლიოთეკა გახდა უკვე სასულიერო აკადემიის ბიბლიოთეკა და იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი წიგნები. ესე ერთი რო ეს წიგნები არსებობდა, მეორე რომ უკვე რაღაცა გარკვეულწილად, როდესაც გადაეცა ეს სისტემატიზაცია იყო გაკეთებული, რო იცოდე ხა ბიბლიოთეკაში ბევრი წიგნია, რა წიგნები გაგაჩნია, თქვა ეს აუცილებელია რომ უბრალოდ მოითხოვო ეს წიგნი და ჩვენ ვითხოვდით ესე იგი წიგნებს და მინდა გითხრათ რომ ხა დავიწყოთ იქიდან რომ ქართულად შეგეძლო არც გეკითხა ესე იგი ერთადერთი საფუძველი ეს ძველი წიგნები იყო სხვათა შორის არ ვიცი ესეც როგორ მოახერხა და გადაინარჩუნა და მაგალითად აი ეს ხუცურად ლოცვანი აი გაჩვენებთ ახლა როგორი წიგნია აი ესეთი წიგნი აი ეს არის ლოცვების წიგნი ეს არის მე-19 საუკუნეშია დაბეჭდილი ესეთია აი ესეთი წიგნია შიგნით ფაქტიურად ეს წიგნი ეს რაც ახლა ხელში მიჭირავს პატრიარქმა ჯერ კიდევ ესე იგი გამოსცა აი ეს კიდე ცალკე თემაა ეს გამომცემლობის თემა ესე იგი პატრიარქის დროს ეს საპატრიარქოს გამომცემლობა რომელიც არსებობდა რა თქმა უნდა რაღაცა ძალიან მწირი ჟურნალი გამოდიოდა ჯვარი ვაზისა და შეიძლება ითქვას ეს ძველი საეკლესიო კალენდრები რო ნახოთ ახლა არც არის გასაკვირი რომ არ აძლევდნენ უფლებას მაგრამ პატრიარქის რო შინაარსიანი ყოფილიყო საეკლესიო კალენდარი უნდა გამოსულიყო ეს საკითხი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან და პატრიარქმა ისარგებლა ამით და ამ წიგნში რადგან ეს წიგნი იბეჭდება ძალიან ფრთხილად ჯერ იყო და ფსალმუნები დაიბეჭდა ადრე მერე იყო და აი ეს ტექსტები იბეჭდებოდა და რაღაცა დიდი მოვლენა იყო აბსოლუტურად ჯერ იყო და 1987 წლის კალენდარში დაიბეჭდა დიდი ჟულის კანონი რაც რა გითხრათ საფუძველთა საფუძველი არის სამართლებრივი ქრისტიანული აზროვნების პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენ დღემდე ხშირად აი ამ წიგნით ვარგებობთ კი გამოიცა მერე მაგრამ ეს 87 წლის კალენდარი დიდი ჟულის კანონით ეს იყო რაღაცა მოვლენა მაგრამ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო 1988 წლის საეკლესიო კალენდარი 1988 წლის კალენდარი რომელშიც რო დადგა ეს 88 წელი გამოვიდა ეს კალენდარი რომელშიც აი ეს წიგნი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ეს წიგნი მთლიანად იყო იქ დაბეჭდილი აი ესე იწყება ყველაფერი არისო აი ესე შუაღამიანით იწყება აქა და ეს ლოცვები აი ესეთი ილუსტრაციებით, არც ეს ილუსტრაციები არ იყო 88 წლის კალენდარში, მაგრამ კი იყო დაუჯდომლები, პარაკლისები და სხვადასხვა ლოცვები, რომლის არსებობის შესახებაც ჩვენ არც კი ვიცოდით საერთოდ. მაგალითად, შვიდეულთა დღეთან, ესე ქვია, დიდ მარხვაში ყოველ დღე იკითხება, მრევლმა უნდა წაიკითხოს აი ეს ლოცვები, რომელიც საკმაოდ რა გითხრათ, ხანგრძლივია, დიდია, რამდენიმე გვერდია, ესე იგი ეს ლოცვები, რომელიც ყოველ დღე იკითხება და ასე შემდეგ, ბევრი სხვა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ლოცვანი და ხო და იმას ვამბობდი, რომ ეს წიგნი თურმე ქონია პატრიარქს რაღაცა გარკვეული რაოდენობა ეს ლოცვანების და აი სასულიერო აკადემიაში გავიგეთ ჩვენ შემოგთავაზეს ასეთი რამ, რომ ესე იგი აი როგორც მოგახსენეთ ეს იყო შემოთავაზებები, სულ მუდმივი შემოთავაზებები პატრიარქის მხრიდან და ვისაც უნდოდა შეეძლო ეს წიგნი გაეტანა ბიბლიოთეკიდან სანამ აკადემიის სტუდენტი იყავი, აი ამ დროით გაძლევდნენ ამ წიგნს, რომ შენთან ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს ისეთი წიგნია, ეს ლოცვების წიგნი ისეთია, რომ ისედაც ერის ადამიანს, მაგრამ ხო ჩვენ სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდით, ჩვენ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც და ჩვენც
ნუ ბევრი აი გახდა, არ ვიცი, ყველა არ გახდა, ჩემი კურსელები მყავს ხედელობაში, მაგრამ ბევრი გახდა სასულიერო პირი. აი სასულიერო პირის კი სამაგიდო წიგნია, უბრალოდ სამაგიდო კი არა, აი ყოველდღიური ლოცვები, აი რასაც სასულიერო პირი ლოცულობს, ნუ აი ერთ-ერთი ეს წიგნი, რომელიც სულ ხელში გიჭირავს ადამიანს. ხო და დაგვირიგეს ეს წიგნები, აი ეს ძველი წიგნები, ეს ეხლა ეს წიგნი რაც გაჩვენეთ, მე მოგვიანებით ნუ მე ჩავაბარე ეს წიგნი, რომ დავამთავრე სასულიერო აკადემია, ბევრჯერ დავსვე შეკითხვა, ნუ აკადემიის თვითონ უშუალოდ აკადემიაში ხა პატრიარქის არ მithოვია, რომ ხარ შეიძლება რომ დავიტოვო და არა, არ შეიძლება რომ დაიტოვო, იმიტომ რომ შენს მე კიდე მოდიან სტუდენტები და ჩავაბარე ეს წიგნი. ჩავაბარე თვალისჩინივით უვლიდი და ნუ ისა, მაგრამ აი ეს წიგნი მე მოგვიანებით ნუ შევიძინე ბუკინისტურ მაღაზიებში არსებობს რაღაცა კიდევ ესეთი და მოკლედ აღმოვაჩინეთ პატრიარქის წყალობით რომ არსებობს თუმცა შემორჩენილია მე-19 საუკუნის წიგნები, მაშინ ადრე დაბეჭდილი და მე ხა ბევრი მაქვს ესეთი წიგნი სხვადასხვა შინაარსის. მოკლედ ეს ერთი ბიბლიოთეკა, რაც გამოგვატანეს სახლში, ნუ სახარება გამოვიტანე, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკიდან და რაღაცა წიგნები სხვათა შორის დაგვირიგეს და გვაჩუქეს კიდევაც. აი ბევრი რაც იყო და რაც რაღაც სიკო და რაღაც ერთი-ორი წიგნი მაქვს კიდევ დღემდე იქიდან შემორჩენილი. იყო საშუალება მოკლედ იმისი, რომ ეს დაერიგებინათ ჩვენთვის საჩუქრად. ნუ ეს ბიბლიოთეკა რითიც იწყება მოკლედ სწავლება სასულიერო აკადემიაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, ნუ არსებითად მნიშვნელოვანი იყო, ნუ ერთი სული ქონდა, რომ მეც და ყველას ვისწავლობდით, მაგრამ მე ხა ჩემი ახმაზე გიყვებით, რომ აი პირველი რაც ახლა რომ შევედით, ნუ მოგიყევით, რომ პატრიარქი შეხვდა და გვესაუბრა. აი ამის შემდეგ თავარი ჩვენ გქონდა ერთი აუდიტორია, რომელშიც ვისხედით. არავინ ნუ პირველ კურსზე ვიყავით მარტო და სხვა არავინ არ იყო. ამ კორიდორში ერთი პირველი ავტორი ჩვენ ვისხედით და ნუ აქ ტარდებოდა ყველა ლექცია, ბუნებრივია. იმიტომ რომ როცა უკვე რამდენიმე კურსია, გადადიხარ ერთ ავტორიაში, მეორეში რაღაცას მოძრაობა ხდება და ჩვენ ერთადერთი მივიდეთ დავსდე და ჩვენთან მოდიან ეს ლექტორი. და ძალიან მნიშვნელოვანი ცხრილი. რა საგნები უნდა გვესწავლა. რა საგნები უნდა გვესწავლა და ისევ აი როგორც მისაღებ გამოსტებში აღმოჩნდა რაღაც ისეთი საგანი, რაც მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვა ლიტურგიკა, აი ასეთი მინდა გითხრათ, რომ ბევრი საგანი იყო, ნუ მაგალითად, ქრისტიანული ეთიკა. აი წარმოდგენა არ მაქვს, რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ნუ მაგალითად ამ საგნის პედაგოგი იყო ბატონი არჩილ ბაქრაძე, ფილოსოფოსი, ძალიან საინტერესო პიროვნება, 7 ადამიანი, აი ცით რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ფიქრობდით, მე პირადად ფიქრობდი, რომ აი როგორ უნდა იარსებოს ამ სასულიერო აკადემია. აი ხო ახლა სასულიერო აკადემია კარგი, ნუ ფილოსოფია კარგი, გასაგებია, მაგრამ რომ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ აი საფრთხისმეტყველო საგნები ხო არის, ხო? ვინ უნდა გვასწავლოს ეს ახლა აი ისეთი იმიდან მოვდივართ. ამაზეც ძალიან ბევრი ქონდა პატრიარქს ნაფიქრი, სასულიერო პირებს დაავალა სასაგნების მომზადება და მე მინდა ერთი პიროვნება გავიხსენო. ეხლა მე პედაგოგების შესახებ გესაუბრებ. მოკლედ ერთი პიროვნება მინდა გავიხსენო, გიორგი ეძგვერაძე. გიორგი ეძგვერაძე გარდაიცვალა მერე ახალგაზრდა კაცი, ნუ უმაღლესი ქონდა დამთავრებული, აღარ მახსოვს სასულიერო სემინარია, ნუ არ ესე იგი აი მაგას ვერ გეტყვით, სასულიერო განათლება რა ქონდა მიღებული, მაგრამ გიორგი ეძგვერაძე, რომელსაც დაევალა, რომ დიდი ჟულის კანონი გვასწავლოს, აი რაც ხა მოგახსენეთ. ნუ ტექსტი დაბეჭდილია უკვე 97 წლის კალენდარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შეგვიძლია გქონდეს ესა და გიორგი ეძგვერაძე, რომელიც შემოდის პირველ ლექციაზე და გვეუბნება ესეთ რამეს. ცით აი ძალიან მომხიბლავი პიროვნება იყო თვითონ. ახალგაზრდა კაცი ცოტათი ზოგიერთ ჩვენთაგანზე უფროსიც არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ასაკის ვიყავით ამ
პირველ კურსელები და გიორგი ძვერაძე შემოდის და გვეუბნება რომ იცით რა მე ვერ ვიქნები თქვენი მასწავლებელი. ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ზოგიერთ ქვეყნაზე უფრო მეტი გამოცდილებაც კი არის სასულიერო პირების ყავდა, როგორც მოგახსენეთ კურსზე. ხო და მაგალითად მამა ვახტანგ გასათიანი, რომელიც ასევე გარდაცვლილია დღეს, რომელმაც აღადგინა შემდეგ პატრიარქის კურთხევით ნაძალადევში ივერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ადრე აბანო იყო, ეს მთელი ეპოპეაა კიდე რა. ამ ტაძრების აღდგენა და გადმოცემა და ძალიან დიდი, ფაქტიურად მან შექმნა ეს შენობა ისეთი გადაკეთებული იყო, რომ ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ღვთისმშობლის ტაძარი იყო და აი ეს მამა ვახტანგ გასათიანი მაგალითად რომელმაც აი რომ გავიცანით რაღაცა ესეთი ძალიან ესეთი როგორ ვთქვათ ქუთაისიდან იყო წარმოშობით და აი მთელი ძველი ქუთაისური ტრადიციები რაც იყო ადრე აი ქუთაისი იყო რაღაცა ესეთი აკაკის დროს მაგალითად და რაღაც ხო აი ეს ამ კულტურის მატარებელი პიროვნება იყო და ესეთი რაღაცა თქო უკვე კარგახნის მაშინდელი წარმოდგენები კარგახნისდელი იყო და ესეთი რაღაცა თქვა სიტყვები რომელიც აი ჩარჩენილი მაქვს ამ კომუნისტების დროს რა არ გადამიტანიაო ერთადერთიო ჩემზეო აი ეს წისქვილის ქვა რასაც ქვია დოლაბი ესე იგი ეს წისქვილის ქვა დატრიალებულა ჩემ თავზე თორემ ყველაფერი გამონათქვამი იყო ესეთი აი ეს მამა ვახტანგ გასათიანი მაგალითად პირველ კურსზე ის ახლა ჩააბარა აკადემიაში და ესეთი პიროვნება იყო მეძიებელი და შემოდის გიორგი ეძვერაძე ახალგაზრდა კაცი და ეხლა ამას უნდა ასწავლოს რაღაცა და რა თქვა ნახეთ ამ გიორგი ეძვერაძემ როგორი პიროვნება იყო თქვა რომ მე თქვენ ვერ გასწავლეთო მაგრამ თუ გინდათო თუ თანახმა ხართ ესე გავაკეთოთო დავიწყოთ ამ დიდი ჟულის კანონის კითხვაო ერთად ლექციას და გავარჩიოთო და მე ჩემ აზრს როგორი თავმდაბლობა, იმიტომ რომ ასე თქმა უნდა ეს განათლება მიღებული ქონდა და როგორი თავმდაბლობა ნახეთ ერთად ვისაუბროთ, აი თქვენი აზრი ზანეთ მე ჩემს გეტყვით და მინდა გითხრათ რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კურსი აი რომელიც მიყვებოდა მთელი ეს იყო რაღაცა კურსები, თქო 1 წლიანი იყო 4 წლიანი კურსები რაღაცა და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კურსი გამოვიდა აი სწორედ ბატონი გიორგი ეძვერაძის კურსი და რა თქმა უნდა პირველი ეს კითხეთ რომ ესე იგი ეს სიმღერაც არის ხო ახლა ცოტა იუმორი რომ შემოურიოთ ეძვერაძე ბარნაბა ხა იმ სიმღერას აღარ წაგიღიღინებთ ესე რომ ვთქვათ მაგრამ აი და ეს ვინმე ხო არ არის შენი და აღმოჩნდა რომ ბაბუა ამის აი ეს ეძვერაძე ბარნაბა ბაბუა ნუ ესეც რაღაც ესეთი შტამბეშტავი გარემოება იყო და აი ეძვერაძე რევოლუციონერი იყო ეს ბარნაბა და ამისი შვილი რომ დღეს პირველ ახლად გახსნის სასულიერო აკადემიაში პედაგოგია. ჩვენ კიდევ ყავდა რამდენიმე ესეთი სრულიად ახალგაზრდა პედაგოგი, რომლებიც სხვადასხვა მაგალითად უახლეს ისტორიას ეკლესიის გვიკითხავდნენ და ნუ ესე იგი თავისთავად ესე იგი უინტერესო ლექცია იქ არ არსებობდა. მე აი ხო მატრიც მოგასწრებდა მინდა გითხრათ რომ არც ერთი ლექცია არ გამსცენია საერთოდ არც ერთი ლექცია და ყველა ლექციას დიდი ყურადღებით უსმენდი. ნუ ახლა საღვთისმეტყველო საგნები ამითი რომ დავიწყოთ. ნუ მამა რაფაელი კარელინი მოიწვია პატრიარქმა დღეისათვის ის ნუ ასაკშია შეუძლოთ არის ცოტათი ბუნებრივია ასაკის გამო, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა იყო, თუმცა ჩვენ ესე იგი მაშინ გვეგონა რომ აი ნუ სასულიერო პირის ასაკზე რაღაც ვერც იტყვის ზუსტად რამდენი წლის არის და ნუ მამა რაფაელის ლექციები იყო აღრესაც საინტერესო, იმიტომ რომ მე რომ დავიწყე ეკლესიაში სიარული, სანამ ჯერ კიდევ ეზიარებოდი, მანამდე დავდიოდი და
ესე იგი, მაშინ ესეთი ძალიან საინტერესო რამ იყო, რომ მამა რაფაელის ლექციები, კი არა, ქადაგებებს იწერდა ვიღაცა მაგნიტოფონზე. ნუ ჩუმად, იმიტომ რომ ეს რაღაც ისეთი იყო და მოხონდა და ნუ აი წირვის შემდეგ ეს იყო მიხეილ მტვარელის სახელობის ტაძარი, რომელშიც რუსულად იყო მსახურება, მაგრამ ქართველი წინამძღვარი დაინიშნა, დღეს არის ეს მამა ბასილი, მაშინ მამა ზურაბი იყო ანთაძე და სხვათა შორის მეუფე დანიელის ძმა და აი ამ ტაძარში სატრაპეზოში იკრიბებოდნენ ხოლმე და მეც მოვხვდი რამდენჯერმე და იქ მოისმენდნენ ქადაგებას ხოლმე მამა რაფაელის აი ახალ ქადაგებას, რაც იყო ძალიან უკვე რაღაცა აი ახალი ტალღა იყო, ახალი ნაბიჯი იყო, რომ ეხა უდრის ქადაგებას რო იწერდა, მე ისმენ, ძალიან უკვე თავისთავად საინტერესოა. და მოკლედ მამა რაფაელი გვიკითხავდა და კიდევ იყო საფრთხისმეტყველო საგნები, რომელიც მეუფე დანიელს მაშინდელ მამა დავითს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში დაუსწრებელი კურსი ქონდა დამთავრებული, დაუსწრებელი სწავლების და მას დაევალა ზნეობრივი ღვთისმეტყველების სწავლება ჩვენთვის. ხო გეუბნით, ეს სიტყვები რას ნიშნავს ეხლა, რომ აი ზნეობრივი ღვთისმეტყველება, ნუ ძალიან ძნელი, ნუ აღსაქმელი იყო ჩვენთვის, მაგრამ მეუფე დანიელიც აი ესე ზუსტად დიდი წიგნი არსებობდა, თუმცა ეს წიგნიც ძალიან პირობითია, რომ ეს დიდი სქელი წიგნი იყო, ეს იყო ქსეროკოპია. აი, ვერ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს ქსეროკოპია, თან მაშინდელი ქსეროკოპიები ორ გვერდზე კი აი ფურცელს რო აიღებდი, წინა გვერდზე იბეჭდება, მერე მეორე გვერდი სხვა ფურცელზე რო გადაშლა, კითხარეს სარიელია და ეს ორჯერ ზდის წიგნის მოცულობას და ნუ ასე შემდეგ. მოკლედ აი ამ წიგნით მეუფე დანიელი გვიკითხავდა, რა თქმა უნდა, თვითონ კითხულობდა, ძალიან ემზადებოდა ყოველი ლექციისათვის, აი მეუფე დანიელი მაგალითად გვიკითხავდა ზნეობრივ ღვთისმეტყველებას. ნუ სხვა საგნები იყო ძალიან საინტერესო, უკვე რომელიც აი ჩვენი უდიდესი მეცნიერების წყალობით, რომელიც იყვნენ თბილისის სახელმწიფო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები, პროფესორები, ესე რომ ვთქვათ. აი იქიდან უკვე რამდენიმე ადამიანი იყო ჩვენთან, ნუ პირველ რიგში ქალბატონი გვანცა კოპლატაძე მინდა გამოვყო. ქალბატონი გვანცა, რომელიც თავისი პროფესიით იყო ბიზანტიოლოგი და აი ბიზანტიოლოგი ნიშნავს იმას, თურმე ჩვენ არც ეს არ ვიცოდით მაშინ, რომ ფაქტიურად წმინდა მამების შესახებ გვესაუბრებოდა და ბიზანტიოლოგია ესე ერქვა საგანს, მაგრამ ეს ბიზანტიოლოგია იყო, ნუ პირველ რიგში ჩვენ დავიწყეთ, როგორც მახსოვს, კაპადოკიის სკოლით, ეს არის ბასილი დიდი, ეს არის იოანე ოქროპირი, ეს არის გრიგოლ ღვთისმეტყველი და აი ჩვენ ამ ლექციებზე უკვე ქალბატონი გვანცა უკვე ჩამოყალიბებული სპეციალისტი იყო და ნუ რაღაცა უაღრესად საინტერესო ლექციები იყო მრავალ კუთხით, ესე იგი ძალიან საინტერესო, მათ შორის ნუ ერთ-ერთი ძალიან დიდი შთაბეჭდილება რაც მოახდინა ჩემზე, ერთხელაც მოდის ლექციაზე ქალბატონი გვანცა და გრიგოლ ღვთისმეტყველის შესახებ გვესაუბრება და აი სრულებით მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი თურმე ყოფილა ყველაფერთან ერთად პოეტი. და გრიგოლ ღვთისმეტყველის ლექციები წაგვეკითხა. შემდეგ ეს ლექციები ერთ-ერთ კალენდარში დაიბეჭდა მისი პირადი ნათარგმნი ძველი ბერძნულიდან, ხო და ესე იგი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძალიან ეგრეთ წოდებულმა გნომურმა პოეზიამ, გნომი. გნომები, მე ვიცოდი ეს ზღაპრული რაღაცა პატარა ჯუჯები, რომლებიც, ნუ, რა ვიცი ხა ეს ფიფქია და შვიდი ჯუჯა და ბავშვობის ის იყო და ეს გნომი რო გავიგე სიტყვა, ნუ თავიდან ცოტა დავიბენე ხა რა შუაშია და აღმოჩნდა, ნუ ეს უეცრება, ესე გნომი სიტყვა მოდის გნოზის ცოდნა. ანუ ეს გნომები, ხო, ბრძენი გნომები არიან, იციან მათ ყველაფერი, მაგრამ პატარები არიან და ეს თვითონ გნომური პოეზია ნიშნავს, რომ ძალიან ფაქტობრივად აფორიზმებია რა. ესე იგი, აი მოკლე
ძალიან მოკლე პატარა ლექსები, რომელშიც ძალიან დიდი სიბრძნეა, საღვთისმეტყველო სიბრძნე გადმოცემული, რაც თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია. ესე, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილი მოვლენა და ჩვენთვის სრულებით გასაოგნებელი იყო, ახლა იმ დროისათვის ახლა განსაკუთრებით დღეს კი არიან ეს ღვთისმეტყველები და ბევრი ადამიანი წერს კიდევაც ლექციებს და ძალიან საინტერესოს, მაგრამ ეს იყო ბატონი ედიშერჭელიძე. სრულებით ახალგაზრდა კაცი, რომელიც გვიკითხავდა პატროლოგიას. საღვთისმეტყველო საგანია პატროლოგია, სიტყვაც პირველად გავიგე. პატროლოგია ნიშნავს პატროს, მამას ნიშნავს, ესე იგი მამათა სწავლანი, მამათა სწავლება და ფაქტიურად მან ძალიან სერიოზული კურსი წაგვეკითხა, აი სულ პირველი თხზულებები რაც არსებობს, რაც ხო გონებით ბატონი ედიშერისგან გებულობდით ჩვენ, რომ არსებობს მაგალითად, რა ვიცი, აი მაგალითად დიდაქე გავიარეთ ეს პროციკულთა სწავლანი, თურმე ყოფილა შემორჩენილი აი პირველივე საუკუნიდან თხზულებები, ესეც კიდევ ერთხელ პატრიარქის უდიდესი რა ვთქვათ, ეს ხედვა, რომ აი ამ რაღაც ტექსტებს ბეჭდავდნენ ამ კალენდარში, საეკლესიო კალენდარში და მაგალითად აი 88 წლის კალენდარში გარდა ამ დიდი შგელი წიგნი იყო ეს 88 წლის კალენდარი და გარდა ამ ლუცვანისა რაც გაჩვენეთ, აქ დაიბეჭდა კიდევ ეგნატე ღმერთშემოსილის, ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლეები, ანუ წერილები, ეგნატე ანტიოქიელის წერილები, დაიბეჭდა, ესე იგი, თუ არ ვცდები, ყველა წერილი დაიბეჭდა, ყველა, რომელიც ყოველთვის ავთენტურად ითვლება და ხო და აი უცებ ეს კი თან ძველ ქართულად იყო ეს. კი ვკითხულობდით იმას, მაგრამ მეუფე დანიელი გვიკითხავდა მრევლს შეკრებების დროს, მაგრამ მაინც ძალიან რაღაცა აი ესეთი ზღაპრული თუ რაღაც სამყაროდან, ეციური სამყაროდან გადმოტანილი რაღაც ინფორმაცია იყო და გავიარეთ ედიშერჭელიძესთან, ვისწავლეთ მაგალითად ეგნატე ღმერთშემოსილი და საცითაოდ დეტალურად თქვათ, აი მოგვიყვა. ოღონდ ისეთ მამებს დღემდე რომ მე მაგალითად ვეღარ მოვასწარი, რომ უფრო კარგად შემესწავლა, თუმცა მქონდა შეხება მაგალითად პაპიუს იეროპოლელი, ირინეოს ლიონელი, აი ირინეოს ლიონელი, ანუ ლიონის ეპისკოპოსი ირინეოსი, უდიდესი წმინდანები, ჩვენ მერე უკვე იმის გამო რომ ეხლა აქ ამ წმინდა ნაწილებს ხედავთ, მათ შესახებ უკვე მოვიძიე პირველ წყაროები, მოთხრობილი მაქვს და ასე შემდეგ და მოკლედ განსაკუთრებით ერთი რამ კიდე დამამახსოვრდა ამ პატროლოგიის კურსი და რაც მე ბევრჯერ გამომადგა ძალიან საოცარი, ესე იგი უცნობი ავტორის პატარა მცირე ეპისტოლეა თავის მეგობარ დიოგნეტეს წერს რა და დიოგნეტეს მიმართ ეპისტოლე, რომელიც არის რამდენიმე გვერდი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები წერია, რომ აი მაგალითად ქრისტიანები არ გამოირჩევენ არც ჩაცმულობით, არც რაღაცა ქცევით, არც ქცევით გამოირჩევენ, კეთილები არიან და რაღაც, მაგრამ ესე იგი ესენიო ნამდვილად სახარებაში როგორც წერია, ისე არიან, რომ საკუთარი სახლი არ აქვთ, მაგრამ ყველგან მათი სახლია, სადაც მიდიან, აი სულ უცხო ქვეყანაში რომ ჩახვიდე, ქრისტიანი ქრისტიანს მოძებნის იქა და ის ქრისტიანი მისთვის პირველად გაცნობილი ადამიანი, როგორც ნათესავი, როგორც ოჯახის წევრი ისე და რამდენჯერ გამომადგა ეს და რამდენჯერ გავიხსენე, რომ აი ჩავდივარ უცხო ქვეყანაში საერთოდ. არავის არ ვეცნობდა, უცებ ოჯახში რო აღმოჩნდა ადამიანი. მოკლედ. და რა ვიცი ხა მე მეშინია არ გამომჩეს ვინმე, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენო მაგალითად ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმა ხა ცხადია ხო, უნდა იკითხებოდეს სასულიერო აკადემიაში. მე გვიან გავიგე, რამდენი უმუშავია პატრიარქს, რომ აი ეს პროგრამა ასეთნაირი ყოფილიყო, იმიტომ რომ ძნელია ძალიან ხა რომ ჩაატიო. კი 4 ლექცია ქონდა ყოველ დღე. მივდიოდით და საათნახევრიანი ლექციები იყო და ხო მეტი შეუძლებელია ხო ადამიანის გონებაში რომ ჩაუდო ეს ყველაფერი და
და ამიტომ იყო შეზღუდული ძალიან. რა თქმა უნდა, ძველი ქართული ენა უნდა გვესწავლა, მაგრამ ეხლა ძველად ქონზე მინდა გითხრათ. ბატონი ზურაბ კიკნაძე მოიწვია პატრიარქმა. უდიდესი პიროვნება და უდიდესი არ იყო ბატონი ზურაბი, სასულიერო პირი წესით უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო, იმიტომ რომ მას ჰქონდა რაღაცნაირად განსხვავებული ცოტათი აზრები, მაგრამ ის როგორც მეცნიერი ისე გვიკითხავდა ძველი აღთქმის საღვთო ისტორიას არათანმიმდევრულად სხვათა შორის, აი ხო ეს ბუნებრივია რომ მოგივიდეს თავში რომ ეხლა თუ ძველ აღთქმას ასწავლი და აიწყო ესე იგი დაბადებიდან და თანმიმდევრულად ეს წიგნი გაიარო, არა, ის ძალიან საინტერესო რაღაც ამბებს გვიყვებოდა. ასევე მინდა გითხრათ რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო ძველი ქართული ლიტერატურა, რომელსაც ჩვენ ორი განსხვავებული პიროვნება გვიკითხავდა. ერთი იყო ბატონი რეზო სირაძე, მე ვიცნობდი ამ პიროვნებას, იმიტომ რომ როდესაც მე ჩავაბარე ფიზიკის ფაკულტეტზე, ესე იგი მაშინ უკვე ძალიან დაინტერესებული ვიყავი იმით, რომ გარდა ფიზიკისა მესარგებლა აი ამ უნივერსიტეტი ცნობილი გამოთქმა ლათინური alma mater. აი რაღაცნაირად ეს საოცარი კერა განათლების, მაშინ ვინც იყო ჩვენი ინტელიგენცია, ყველა აქ უნივერსიტეტში იყო ძირითადად, ხო და აი ვიკითხე რა, სად არის საინტერესო ლექციები და მითხრეს რომ აი რეზო სირაძის ლექციები ძველი ქართული ლიტერატურაში, ესე იგი, არის უაღრესად საინტერესო და დავიწყე მივედი თხოვე, ხა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში კი ჩავაყენე მაშინ. იმიტომ რომ ეს ფიზიკის ლექციები, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ტარდებოდა 150 კაცის და ლექციაზე და ვიფიქრე ხა იქ მივალ ამის ლექციაზე და ხა იქ ვერც შემამჩნევს, მაგრამ მაინც უთხარი თუ შეიძლება და აღმოჩნდა რომ 5 კაცი უზის აუდიტორიაში და მომცა ნებართვა და დავიწყე და გავიცანე ეს კურსელები აღმოსავლეთწოდნებს უკითხავდა მაშინ და ბევრი ადამიანი დღეს ჩემი ძალიან ახლობელია იქიდან. ეხლა დეტალებს აღარ მოყვები და მოკლედ ისეთ საინტერესო ლექციები ქონდა, აი შუშანიკზე მოვისმინე მაგალითად, თურმე შეიძლება გარდა იმისა, რა სკოლაში ვისწავლე, ძალიან ბევრი რამ ითქვას. მინდა დედოფალი შუშანიკის შესახებ და და ასე შემდეგ და აი რომ გავიგერო რეზო სირაძე უნდა წაგვიკითხოს, ეხლა ზუსტად ვერ გეუბნებით საგანს, გონი ქრისტიანული რაღაცა ესთეტიკა თუ რაღაც ესე ერქვა და კიდევ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია გვეკითხებოდა. ეხლა რაღაცა დიდი ბუდიშის მოხდით, სახელი ამომივარდა ბარამინძე, პედაგოგი, ალექსანდრე ბარამინძე, ცნობილი მეცნიერი, მისი შვილი იყო და შემდეგ სადაც ახალციხეში მსახურობდა ბატონი კიგლა ბარამინძე იყო მისი მამა. აი ხა რამჭირს არ ვიცი, ამ წუთას ეს სიტყვა ვეღარ მომნახე, ზუსტად როგორ ერქვა სახელი და ძალიან საინტერესო ლექციები და რაღაც აი ესეთი პიროვნებები, მოკლედ აი გვიკითხავდნენ რაღაც საოცარ სამყაროში მოხვდით. არ შემიძლია არ გავიხსენო კიდე ფილოსოფიის ლექციები. ფილოსოფიას გვიკითხავდა ბატონი გიორგი ცინცაძე, ჟორესი ესე ერქვა ზედმეტ სახელად, ესე ყველა ესე იცნობდა, ჟორესი გვიკითხავდა, ესე იგი ფილოსოფიის კურსს და ეს ბატონი გიორგი ცინცაძე იყო ძალიან საინტერესო პიროვნება, იმიტომ რომ მრავალი წელი იყო პოლიტიკური პატიმარი. მე გათავისუფლდა და ესე იგი იყო თან ფილოსოფოსი, არ ეპოვებოდა ამ სისტემას და აი ეხლაც თვალწინ მიდგას მისი სახე. მინდა გითხრათ, რომ თავისთავად ლექციები ხო იყო საინტერესო, მაგრამ ისეთი პიროვნებები გავიცანეთ მაშინ, აი ეს ბატონი ჟორესი მაგალითად რა. ისეთი პიროვნებები გავიცანეთ, მოვასწარით. და ეს ყველაფერი ჩვენი პატრიარქის სწავლობით. მე თუ გამახსენდება კიდევ გეტყვით, ესე იგი აი ჩვენი ლექტორების შესახებ მოგიყვებით, ვინ ყვავდა.
სხვათა შორის მამა გიორგი ჩაჩავა არის დღეს პანტელეიმონის ტაძრის წინამძღვარი და ძალიან საინტერესო ლექციები ჰქონდა მასაც. მამა გიორგი საბიაშვილი დიდი ხანი აღარ მინახავს, ბოლოს ალექსანდრე ნეველის ტაძარში მსახურობდა და ის ყოველთვის თან ახლდა პატრიარქს უცხოეთში, როდესაც პატრიარქი მოგზაურობდა და ამიტომ მამა გიორგი იცოდა აი ეს უახლესი ისტორია ეკლესიის და ამ ამბებს გვიყვებოდა შეხვედრებზე რა ხდებოდა. ძალიან საინტერესო იყო ესეც. ძალიან საინტერესო იყო და კიდევ ხო აი ხა გამახსენდა რომელიც აი ძალიან დიდი კვალი დატოვა. ჩემზე ეს არის ბატონი ზურაბ სარჯველაძე. რომელიც მე გარდაიცვალა. ბატონი ზურაბ სარჯველაძე გვიყითხავდა ძველ ქართულ ენას. ძველი ქართული ენა. გვასწავლიდა რა, ანუ ესე იგი ლიტერატურა, გრამატიკას გვიყითხავდა და სულ ქონდა შეიძლება ითქვას ესეთი კამათი ბატონ ზურაბთან, რომ ბატონო ზურაბ, ესე იგი ერთი წელი გვიყითხავდა შესავალს. და ვეუბნებოდი რომ არ ვიცით რა მოხდება რა და თუ შეიძლება რა შეიძლება დავიწყოთ ძალიან საინტერესო რა ვთქვა აი ზმნა დავიწყოთ ქართული ყველაზე რთული რაც არის ხო ქართულ ენაში ძველი ქართულ ენაში ზმნა გაგვირჩიეთ ეს და არ ჩქარობდა სხვათა შორის მაგრამ ამ შემთხვევაში მე პირადად მართალი აღმოჩნდი იმიტომ რომ 3 წელი ვისწავლე და ნუ ესე გაფართოებული თვალებით უსმენდი რომ აი ყველაფერი დამემახსოვრებინა და ბოლო წელი როდესაც მგდალი გავხდი ვეღარ დავდიოდი და აი მაშინ მოუწია სწორედ ის რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა მაგრამ ბატონმა ზურაბმა საოცარი რაღაცა გააკეთა ერთი უდიდესი პიროვნება იყო და ნუ აი საოცარი მწოდნე ამ ყველაფერს ხო და ძალიან საინტერესო რაღაცა გააკეთა მე რა თქმა უნდა მაშინვე ვისარგებლე ამითი და ესე იგი რა თქვა იცით ეხლა ჩვენ რო კარგად გავიგოთო, აი რასაც ვსწავლობთ. რაღაცა დრო ამ ჩვენი ლექციების დავუთმოთო, რაიმე ტექსტი ავიღოთო, ძველი ქართული ტექსტი და წავიკითხოთ და გავარჩიოთო ეს ტექსტიო და დამთავრებული არ ქონდა ეს რომ წამოვხდები და ისა მეთქი, ღვთისმშობლის დაუჯდომლის ტექსტი ავიღოთ მეთქი და ის გავარჩიოთ, იმიტომ რომ მე უკვე კითხულობდი ამ ღვთისმშობლის ტექსტს, იმიტომ რომ ეს ხატი რო ჩამოვძანდა განსაკუთრებით ივერიის ღვთისმშობლის ხატი 99 წელს ესე იგი ყოველდღე უკითხავდი ამ დაუჯდომას და მინდა გითხრათ რომ ეს დაუჯდომლის ტექსტი იყო გავგებარი სრულებით და ბუნებრივიც არის იმიტომ რომ ეს არის გარდა იმისა რომ ძველი ქართული ენა გარდა ამისა პოეზია რა და ხა პოეზიის გაგება კიდე უფრო არ არის ადვილი მოკლედ და ვთხოვეთ ეს ესე იგი აი რაც ნამდვილად მოვასწარეთ ეს იყო დავიწყეთ პირდაპირ ეს ტექსტი ზესთან ბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლებელისა ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსასწელთაგან და ეს ყველაფერი ახლა აი წარმოიდგინეთ ახლა ვინც ყოველდღე კითხულობს ალბათ უკვე ესმის შინაარსი მაგრამ ნუ ჩემთვის ეს სრულებით გაუგებარი იყო და ყოველი სიტყვა და გარდა ამისა კიდე ეს გრამატიკული კავშირები სიტყვებს შორის გავიარეთ და აი მთელი შინაარსი გავიგე მოკლედ აი ამ დაუჯდომლის რაც იყო ჩემთვის პირადად უმნიშვნელოვანესი იმისათვის რომ გამეგო ეს არის თვითონ არ არის ცნობილი სადღაც მე-6 მე-7 ნუ მერვეც არა ალბათ უფრო მე-6 მე-7 საუკუნის ბერძნული ტექსტია და ფაქტიურად ეს არის პირველი დაუჯდომელი და ალბათ ყველაზე ღირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი დაუჯდომლები დღეს ბევრი არის მაგრამ ეს ღვთისმშობლის დაუჯდომელი რომელიც აიგიც არ ვიცი ზუსტად ვისი თარგმანია მე-9 საუკუნეში ითარგმნა ქართულად თუ რა მოკლედ ქართული ტექსტი ამ დაუჯდომლის არის აი ნამდვილი მუსიკაა რა ენაზე ესე იგი აი რომ მღერი ხარ რომ ლაპარაკობ თან აი ეს არის რა ქვია ხო და აი ამ ტექსტის გაგება ძალიან დაგვეხმარა შემდეგ საერთოდ ქართული ენის გაგებაში და მინდა გითხრათ რომ აი ესეც აი ხარა რამდენი რამე მოვყევი ხო პატროლოგია ანუ გამორჩეული კურსი რაღაცა და აი ქართული ენის კურსი მოკლედ ერთი სული მქონდა სანამ მორიგი პედაგოგი შემოვიდო და გავიცნობდით, გავიგებდით რა უნდა წაგვეკითხოს რა ლექცია და მე უსმენდით ამ ლექციებს.
ნუ კიდევ არ შემიძლია დავიწყო იგივე ის ლიტურგიკა რო ავიღოთ ღვთისმსახურების წესი. აქაც მინდა გითხრათ, რომ თითქმის ჩვენი ასაკი, თითქმის კი არა, ჩემი პირადად, ჩემი ასაკის პედაგოგი ყავდა, დღეს არის ეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი, რომელიც მაშინ ბუდელი იყო, მამა დავითი, უკვე ბათუმში იყო დანიშნული და ესე იგი კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა ბათუმიდან, მანქანა იყავდა მაშინდელი წარმოდგენებით საუკეთესო, ეს იყო ნივა, მინდა გითხრათ, რომ აი სულ ახალი რო იყოს ეს ნივა, აი სულ იქიდან რაღაცა დღევანდელი გადასახედიდან უკვე როდესაც გავიგეთ ყველამ რა არის ნორმალური მანქანა, ხო? აი საშინელი მანქანა იყო, მაგრამ მაშინ აი მხოლოდ შეიძლება შენატრო ადამიანს რომ ნიო ყავს რა. აი ამ ნივით დადიოდა თითონიშ და საჭესთან ბათუმიდან სპეციალურად ჩამოდიოდა და მოდიოდა წაგვიკითხავდა ლექციას და ხანდახან მაშინვე ბრუნდებოდა ხოლმე უკან. რა ლექციებს გვიკითხავდა, ესე იგი, ზოგადად ეს ლიტურგიკა, მაგრამ ლიტურგიკა კი არა, ეს იყო ღვთისმსახურების წესი და ესეთი წიგნი იყო, რომელიც ეს წიგნები არ იშოვებოდა უბრალოდ თან ნიკოლსკის სახელმძღვანელო იყო და აი ამის მიხედვით გვირჩევდა, ისტორიულ ჭრილშიც გვიყვებოდა და აი საიდუმლოებები ძირითადად. აი როგორ ნათლობის წესი როგორ უნდა ავასრულოთ და პირდაპირ გვაწერინებდა მას, ლექციებზე ვიწერდით. ხო გეუბნებით, აი თითქოს ახლა დღეს რო დღევანდელი გადასახედიდან, რა არის, ხო, წაიკითხა ამ წიგნს და მოუყვები ადამიანს რა წერია, მაგრამ მაშინ ეს იყო, აი რაღაცა გამონათება იყო, ჩვენ გავიგეთ ჯერ კიდევ საერის ადამიანებმა როგორ უნდა შესრულდეს ნათლობა, ყველა დეტალი გავიარეთ და მე მოგვიანებით მივხვდი, რომ თურმე როგორი ეს პატრიარქის იდეა იყო ეს. თურმე როგორი მნიშვნელოვანია, დღესაც კი საჭიროა სამღვდელოების შეკრება და შეთანხმება, ალბათ ეს ესე იგი ეკლესიის მომავალი ერთ-ერთი მთავარი საქმე იქნება, რომ შევჯერდეთ რა, რომ ყველამ ერთნაირად ავაგოთ წესი მაგალითად, ყველამ ერთნაირად გადავიხადოთ ნათლობა. იქ რაღაც შეიძლება შემოკლდეს ეს ლოცვა და რისი შემოკლება შეიძლება და რისი არა. მოკლედ ეს ყველაფერი მოდიოდა პატრიარქიდან. ეს იყო მის გონებაში გავლილი მთელი ეს სასწავლო პროცესი და ესე იგი ვერ ეწეოდა ეს ყველაფერი პროგრამაში და ნახეთ რა გააკეთა პატრიარქმა. ესე იგი გარდა ამ სავალდებულო კურსისა, რომელიც დღისით იკითხებოდა, მან მოიფიქრა პატრიარქმა რაღაც საოცარი ამბავი. ესე იგი შემოგთავაზეს, ხო ის არ დამავიწყდეს მთავარი რამ გითხრათ, პირველი რექტორი, ესე იგი ამ სასწავლებლის იყო მეუფე ზოსიმე. მეუფე ზოსიმე, რომელიც დღეს მოქმედი მთავარია და საოცარი პიროვნება, ასაკი არ ეტყობა საერთოდ რა, აი როგორც დღეს ისეთია, როგორც მე მახსოვს, აი პირველი კურსიდან მეუფე ზოსიმე იყო ჩვენი პირველი რექტორი. და მინდა გითხრათ, რომ ბევრი რამ დღემდე დამრჩა მეუფე. დიდხანს წელიწადნახევარი იყო, მერე სხვა რექტორი ყავდა და ძალიან ბევრი რამ დამრჩა მეუფე ზოსიმესაგან. რაღაცნაირი როგორ გითხრათ, აი საოცარი ქცევა ჰქონდა, საუბარი, თვითონაც გვიკითხავდა ახალ აღთქმას და მოკლედ ესე იგი ამ ადამიანთან ესეთი ახლო ურთიერთობა მე ესე იგი ეს ახლა არის წილკნელი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი და ცხოვრება რაღაც ისეთი, რომ ძნელია, ესე ხშირად ადამიანთან ყოფნა და ესე ყველა დაკავებულები ვართ ჩვენი საქმე გვაქვს და ესეთი ახლო ურთიერთობა ვეღარ გავაგზავნეთ, სვეტი ცხოვლის წინამძღვარი იყო მაშინ. უпроსტად წინამძღვარი პატრიარქი იყო და პატრიარქის ესე რომ ვთქვათ, მოადგილე სვეტი ცხოველში იყო მეუფე ზოსიმე და მის წირვებზე მიწევდა ხშირად ყოფნა და მოკლედ ძალიან დიდი შთაბეჭდილება იყო ჩემთვის კიდევ აი ასეთ ადამიანთან ახლოს ყოფნა.
მე რაღაც განსასწრებელი იყო, რაღაცა მოკლედ მის მიმართ რა ვიცი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ახლოს ვიცნობდი ამ ადამიანს და ეხლაც ვიცნობ, მაგრამ ნუ აი რა ვიცი, ჩემს აღზრდაში, ჩემს სასულიერო პირად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ნუ რა ვიცი, ხოგემთ ახლა ეს არ ჩამომიწერია ახლა ეს რომ რამე არ გამომჩეს, მაგრამ რაღაც ესე და ახლა უნდა გადავიდე ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე, ესე იგი მე უფესოსი შემოგთავაზა ესეთი რამ, რომ ნუ დაიწყო სწავლა ცოტა ხნის შემდეგ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ფაკულტატური კურსი. ესე იგი დღისით ხო არის, დღისით შეუძლებელია ხა დილით მოდიხარ, 9:30-ზე იწყება სწავლა და სადღაც პირველ 2 საათამდე გრძელდება. ეხლა კიდე ამის შესახებ უნდა მოგახსენოთ, მაგრამ ნუ ეხლა იქ არ ეტევა ეს საგანი, რომელზეც ეხლა მინდა მოვიყვეთ. ესე იგი არ ვიცი ახლა ეს ისტორიას უცებ პატრიარქმა როგორ გაიცნო ეს პიროვნება. ეს იყო პიროვნება კონსტანტინე გერასიმოვი. გერასიმოვი თუ არ ვცდები ეროვნებითაც რუსი იყო ეს და ძირითადად რუსულად ლაპარაკობდა. არ ვიცი ქართული იცოდა თუ არა, მაგრამ ნუ ჩვენ ლექციები რუსულ ენაზე ქონდა. ესე იგი კონსტანტინე გერასიმოვი მოიწვია, ეთყობა რაღაცნაირად არ ვიცი გაიცნო. ეს იყო საოცარი პიროვნება, საოცარი ოჯახიდან. და მისი მამა და მისი ბაბუა, აი ამ გერასიმოვის ბაბუა იყვნენ ბიბლიოთეკარები. ოღონდ როგორი ბიბლიოთეკარები, ცით საკუთარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. ესე იგი ეს ბაბუა აგროვებდა ჯერ წიგნებს, უძველესი, ნუ ეს ძველი მერე მამამისი და მე ამ კონსტანტინეს ესე იგი ჩაბარდა ეს ბიბლიოთეკა მემკვიდრეობით გადაეცა და დიდი ნაწილი მერე იქ რაღაცა განსასწრელი მოხდა, რომ გარდაიცვალა, რაღაცა გაუგებრობა იყო, მაგრამ რაღაც დიდი ნაწილი საპატრიარქოს გადასცა ეს თავის წიგნები. ხო და საპატრიარქოს გადასცა ეს იმას ნიშნავს, რომ მე აკადემიისთვისაც ალბათ, ნუ ახლა ეს ჩემს მერე. მოკლედ კონსტანტინე გერასიმოვი მოდიოდა და გვიკითხავდა წიგნის ისტორიას. ესე ვერ ქვა რუსულად ისტორია კნიგი. მოკლედ ეს საოცრად დახვეწილი, ინტელიგენტი პიროვნება მოდიოდა ყოველ საღამოს თუ კვირაში 2-ჯერ თუ 3-ჯერ, აღარ მახსოვს ზუსტად, საღამოები 7 საათზე იყო ეს ლექცია და აი თუ გინდოდა, არ იყო ეს სავალდებულო კურსი. კიდე დაესწრები, კიდე არ დაესწრები. ნუ მე რა თქმა უნდა, ხო გითხარით, ახლა დაწაფებული ვარ, ყველაფერი მაინტერესებს და მე დავიწყე სიარული. ოღონდ ეხლა უნდა გაგახსენოთ რა პერიოდია ეს 88, 99, 90 ეს უმძიმესი წლები და ძირითადად ტრანსპორტიც კი ძალიან ესე იგი რომ აი ხშირად არ დადის და რაღაცა და აი დიდი შრომა უნდა ესე იგი რომ ამ სასულიერო აკადემიაში მოხვიდე უბრალოდ რა დრო გეხარჯება ამ გზაში და რაღაცა და მაგრამ მიუხედავად ამისა მოვდიოდი და ხშირი იყო შემთხვევა რომ დენი არ იყო საღამოს დღის წაწე ყარავუშავს კითხვის განათება საღამოს დენი არ არის რა უნდა ქნა სანთლის შუქზე რა ისე ჩამრჩა ეს ხსიერებაში წარმოიდგინე მოდიხარ ამ სიშორეზე მიდიხარ შედიხარ ლექციაზე და სულ გონია რომ არავინ არ მოვა მაგრამ აი ერთი მოვიდა მეორე 2 3 4 5 ადამიანი ყოველთვის ვიყავით ხოლმე და ესე იგი ამას მოქონდა გარდა იმისა რომ ძალიან საინტერესო ამბებს გვყვებოდა ნუ ჯერ დაიწყო ეს თავის ლექციები იქიდან რომ სანამ ბეჭდვა იქნებოდა შესაძლებელი სანამ გამოიგონებდნენ ამ ტიპოგრაფიას მანამდე როგორი იყო ეს ციგნები და აი მაგალითად არყის ხის ქერქზე დაწერილი, პაპირუსზე დაწერილი. რასთავარი ეს მოქონდა ეს მაგალითები, ნუ ის ნიმუშები რა. ხო და ეს ქონდათ ბიბლიოთეკაში ყველაფერი. ეს უძველესი ტექსტები და აი რაღაცა ჯერსონი ქონდა ამ წიგნებს საოცარი. მე ხელს რომ მოკიდებდი, ნუ თხილად რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ამას გვაჩვენებდა და მე უკვე როდეს და მე ხელნაწერი წიგნები და მე მახსოვს რაღაცა წიგნი მოგვიტანა, ხა ვერ გეტყვით რა შინაარსი, პატარა ზომისა ესეთი წიგნი იყო და ესე იგი გეგონებოდა რომ ახალი გაკეთებულია ტყავზე.
პერგამენტზე, მოკლედ ესე იგი ფერადი, ხელნაწერი ტექსტი, ფერადი ასოებით, მინიატურებით, ну რაღაც უძვირფასესი წიგნი იყო. აი იმის ხელში აღება მარტო ამ წიგნის, რა ვიცი, რა გითხრათ, აი მე სულ ხოჭოლის პატრიარქი მეორებდა რომ მოიფიქრეთ, ყველა ჩვენ გვავალებდა, რა გავაკეთოთ, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს წიგნი შევაყვაროთ. წავიდა ეს წიგნის ეპოქა, ხო? დღეს მეც კი მიჭირს წიგნების კითხვა და ძირითადად კომპიუტერში მაქვს მთელი ეს ბიბლიოთეკა ჩამოტვირთული, იქ მონიშნა შეიძლება, გადატანა შეიძლება რაღაცის, გადიდება შეიძლება ტექსტის და ჩემთვის ახლა მაგალითად ზოგადად აი წიგნი ბევრი კითხვა მიწევს ამ წმინდანებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სულ ყველაფერი კომპიუტერში მაქვს. ну, რა თქმა უნდა, ერთხელ ისეთი შენიშვნა მომცა რაღაც პატრიარქმა, რაღაცა განსაკუთრებული ლოცვა იკითხებოდა და ტელეფონში მქონდა ჩაწერილი ეს ლოცვა. და ტელეფონი ავიღე და ტელეფონიდან დავიწყე კითხვა და მაგას მეორეჯერ აღარ გავიმეორებ, ნამდვილად ვიცი პატრიარქის თანასწორებით და სასწრაფო წიგნი მოვიტანეთ მერე და იქიდან წავიკითხე და რაღაც არაო ტელეფონით არაო ესე მითხრა. ну სამწუხაროდ ახლა მიწევს კიდევ ხანდახან, მაგრამ ну მოკლედ ესე და აი ეს წიგნი, აი მეტი უფრო მეტად წიგნი როგორ უნდა შეიყვაროს ადამიანმა სანთლის ანთებულ სანთლის შუბზე გვიყვებოდა რაღაც საოცარ ზღაპრებს და საოცარ ამბებს ამ წიგნების შესახებ. და მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ მიმართება აი ღვთისმეტყველებასთან არ ქონდა ამას. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ძალიან დიდი შთაბეჭდილება ჩემი აი პირველი აკადემიიდან სწორედ ეს იყო, ეს ლექციები იყო, ეს ფაკულტატორი ლექციები წიგნის ისტორიაზე, რაც ასევე აი ეს არის პატრიარქის შემოქმედება მოკლედ. ამის თქმა მინდა და მე როდესაც ეს გერასიმოვი გარდაიცვალა, ეს რომ დაამთავრო გერასიმოვის შესახებ, მისი ცოლის და დადიოდა ამ ქალბატონის სახელიც არ მახსოვს კარგად, ესეც რუსი იყო და ეს ცოლიც გარდაიცვალა, მე ამის ცოლის და დადიოდა დიდხანს საპატრიარქოში, პატრიარქთან მოდიოდა ხოლმე სტუმრად და პატრიარქი ისეთი გითხარით ეს პატრიარქი ხან სრულებით მიუწვდომელი, ხან ძალიან ადამიანი, ამ ქალთან ქონდა ქალბატონთან ძალიან ესეთი როგორ გითხრათ, აი რაღაცა თითქოს შეხუმრებულები იყვნენ ერთმანეთთან, როგორც ხარ აშინაარსის იყო ეს. ესე იგი ყოველ შეხვედრაზე, აი ვინ დაასწრებდა. ესე იგი რაღაცა ესეთი შეთანხმებული ფრაზა ჰქონდათ, ერთი რომელსაც იმეორებდნენ სულ ყოველ შეხვედრაზე. ეხლა რა ფრაზა იყო ეს, მე პატრიარქმა ეს მოგვიყვა, აგვიხსნა. ესე იგი ძალიან ცნობილი უკრაინელი ფილოსოფოსი არის გიორგი სკავარადა, ესე არის გვარი და აი ამ გიორგის ფილოსოფოსი, ну ძალიან საინტერესო პიროვნება და ფილოსოფოსი და აღარ მახსოვს გონი მე-18 საუკუნის არის, 19-ე არა. ხო და მოკლედ საფლავის ქვაზე ამ სკავარადას უწერია ესეთი ფრაზა, არ ვიცი ქართულად ბევრი ვიფიქრე და როგორ ითარგმნოს და ну ხე რუსულად გეტყვით და მე ერთად სინჯოთ თარგმნა მირ, ანუ წუთისოფელი, ეს სამყარო. მირ ლავილ მინა, ანუ ეს წუთისოფელი ჩემს დაჭერას ცდილობდა თუ ლამობდა. მირ ლავილ მინა, но не поймал. საფლავზე აწერია და ვერ დამიჭირა. მოკლედ აი დასაჭერად დამზადდა თუ აი მიჭერდა წუთისოფელი, მაგრამ ვერ დამიჭირა. ხო და აი ამას რუსულ ენაზე რო ხდებოდნენ, ვინც დაასწრებდა, მირ ლავილ მინა პატრიარქი ეტყოდა, но не поймал ეს ქალი ეტყოდა. ან პირიქით ეს ქალი დაასწრებდა და ეტყოდა მირ ლავილ მინა, но не поймал პატრიარქი ეუბნებოდა და მოკლედ ეს ფრაზა ჩამრჩა. ეს ფრაზა ჩამრჩა და ესეც აი სწორედ პატრიარქთან და აი კონსტანტინე გერასიმოვთან იყო დაკავშირებული. ну ეს პირველი ლექციები რაც იყო, ეხლა აღარ მახსენდება კიდევ და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო აი რაღაცა ზეიმი, ნამდვილი ზეიმი იყო წოდნის. აი ესეთი უძვირფასესი ადამიანები, რომლებიც ესე იგი მოდიოდნენ და თავის გამოცდილებას კიდე დამავიწყდნენ. საქართველოს ისტორია.
საქართველოს ისტორიის პედაგოგად, ძალიან ესეთი რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დაითანხმა ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე. მარიკა ლორთქიფანიძეზე ხა აღარ დავახასიათებ. რთული პიროვნება იყო ძალიან და ბატონო ილიას ეძახდა პატრიარქს, ხელწვიდას და რაღაცასე არ მიმართავდა, იმიტომ რომ კომუნისტი იყო ეს ქალი და რაღაცნაირად ის იყო, რა ქვია. მაგრამ ითვლებოდა, რომ საქართველოს ისტორიის საუკეთესო სპეციალისტი, საქართველოს ისტორიას მოკლედ მარიკა ლორთქიფანიძე გვიკითხავდა და ესეც ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან. ის რო ხა მარიკა ლორთქიფანიძე მოდის და გიკითხავს ლექციებს, თავისთავად ფაქტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ ესე ხა კიდევ ვეღარ ვიხსენებ კიდე. რომ თუ გამახსენდა აუცილებლად მე გავიხსენებ და მოგიყვებით. ეხლა რაც შეეხება თვითონ სწავლის პროცესს. ისეთი ლექციები იყო, მენანებოდა ძალიან რომ სიტყვა გამომშენოდა და მე ესე იგი ხალხს ამაკეს თვისება და მაშინაც მქონდა რომ და თვისებაზე არ არის სხვა შორის თუ მართლა ყურადღებით უსმენ რასაც გიყვებიან დატვირთვა გონებაზე გაწובה და ბოლოს ითიშები და გეძინება რა ეს რომ მეძინებოდა ლექციებზე ეს ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ადრე ფიზიკის ფაკულტეტზეც ჰქონდა ეს რაღაცა რომ ვითიშებოდი ხოლმე რა თან როცა ადრე დგები ადამიანი და ესეთი რამ მოვიფიქრე რომ დილით არ საუზნობდი ხოლმე სანამ ლექციებზე წამოვიდოდი იმიტომ რომ მეჭამა საჭმელი აუცილებლად დამეძინებოდა რა ხო და მოკლედ ესეც გაითვალისწინა პატრიარქმა ესეც გაითვალისწინა და გაგვიკეთა სასადიო ჩვენ აკადემიის სტუდენტებს აღარ მახსოვს გუნის სემინარიის სტუდენტებისთვისაც იყო მაშინ არ იყო ამდენი საშუალება ეკლესიაში და აი ამ აკადემიის შენობაში გააკეთა სასადილო და ყოველ დღე ჩვენ ლექციების მერე გქონდა სადილე. უფასო რა თქმა უნდა. და ერთი რაც მახსოვს ესე იგი ესეც ისა ესე იგი მარხვა რო დაიწყო, დიდი მარხვა რო დაიწყო. აი 98 წელს ხო ჩაუვარ 99 წელს დიდი წმინდა მარხვა დაიწყო და მოიტანეს აი ჩვეულებრივ კასრი რასაც ქვია, აი დიდი კასრი ხის კასრი ძლივ შემოიტანეს სასადილოში გახსნეს და ესო პატრიარქმა გამოგიგზავნა და თაფლით სავსე აი იცით რა გარდა იმისა რომ თაფლი თავისთავად ეხლა ტკბილია და გემრიელია და რაღაცა აი ეს თაფლი გადაგვაო ესე იგი დაუჯდომელში ღვთისმშობლის დაუჯდომელში არის ესეთი სიტყვები გიხარდა რომლისგან ზდის ზედა თაფლი აი ეს თაფლი ზდიოდა ჩვენ პატრიარქს რძეც რა თქმა უნდა ანუ როგორც მშობელი დედა ისე გვივლიდა გვყვებავდა და ეხა ეს ბოლოს ეს თაფლი იყო რაღაც აუცარი მგონი ერთ მარხვაში კლიანად შევჭამეთ ეს თაფლი ინდეს ჭამდით და რაღაც და კიდევ ერთი რამ და დღეს ამითი დავამთავრებ საუბარს კიდევ ერთი რამ ესე იგი პატრიარქს დიდი ხნით ადრე ქონდა ნაფიქრი ეს რომ ესე იგი სასულიერო აკადემიის სტუდენტი და იყოს ფორმაში რაღაცა ფორმები უნდა კონდეს და ეხლა ამ საბჭოთა სკოლიდან მოყოლებული ხა ეს ფორმიციანული ძალიან ძიმე ის იყო რა ქვია რაღაც საბჭოთა იდეა იყო მაგრამ აი პატრიარქმა რა გააკეთა თან საჭიროა თან რაღაც სიფრთხილეა საჭირო და მოკლედ თან ეხლა ზირთად ხო ქალები არ ყავდა გოგონები კურსზე ქალებისთვის მე შეიქმნა სასწავლებელი მოკლედ დიდი ნაფიქრი ქონდა და ესეთი რაღაც შემოგთავაზეს ისე ეოფეზოსი შემოგთავაზა პატრიარქისგან გადმოგცა რომ ესე იგი უნდა შეგვიკეროს კერავი უნდა მოვიდეს და უნდა შეგვიკეროს კოსტიუმი ეს კოსტიუმი რას ნიშნავს ესე იგი პიჯაკი და შარვალი ხო და მოვიფიქრეთ რომ როგორი გინდათ და თქვენ თვითონ ამ კერავს ეტყვით როგორი გინდათ რომ როგორი შარვალი გეცოს როგორი პიჯაკი იყოს ყველა ეს ინდივიდუალურია რაც არ არის ინდივიდუალური ეს არის რაღაცა საოცარი ნაჭერი მოგვაჩვენეს მოიტანა პატრიარქს ქონდა შეძენილი აი როდის არ ვიცი როდის
ამდენ ფიქრს როდის ასწრებდა. ამიტომ ამბობ, რომ მისი და ხშირად ვიტყვი კიდე, მისი 50 წლის მოღვაწეობის აღწერას 50 წელი არ ეყოფა. მოკლედ, ეს იყო აი მაშინ გავიგე, მე ესეც კი არ ვიცოდი მაშინ, რომ საუკეთესო ნაჭერი, ეს არის ინგლისური შალი, ნამდვილი ინგლისური შალი, თხელი, რაღაცა საოცარ იმის მერე სულ როგორც საშუალება მოგვეძებ, კი ვერ იყიდი ახლა ესე, აქაც ვერ იყიდი ამას და ხანდახან უცხოეთში როცა ვარ ხოლმე და წავაწყდები, ნუ აი ანაფორა იმისი კაბა, ნუ ხა თბილია შალია რა, მაგრამ მოკლედ კოსტიუმები შეგვიკერეს ინგლისური შალის ნაჭრის და დღესაც მოქეს კოსტიუმი სადღაც შემორჩენილი ვინახავ, ესე იგი ნუ აი ფაქტობრივად უცვეთია რაღაცა ესეთი. და ამაზე რა თქმა უნდა ნაფიქრი მქონდა, როგორი შარვალი მინდა რომ ეცვეს, მაშინ ამ ხელმოწერლი არ მქონდა და როგორი უნდა იყოს ეს პიჯაკი, როგორ გადადიოდეს ერთმანეთზე, რაღაცა რა. მოკლედ მთელი ჩემი ფანტაზია ჩავაქსოვე, ამ მწყერავს აუხსენი და შემიკერეს ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა და არაფერი ეს პიჯაკი უნდა გწმოდა და მოგინდებოდა რომ ჩაგეცვა ისეთი კარგი იყო, თეთრი პერანგი და ხალსტუხი. აი ეს იყო ფორმა. ეს ხალსტუხიც ვისაც როგორი უნდა და ისეთი უნდა გააკეთებინა, მე მაშინ ეს წვრილი ხალსტუხი რაღაცა ძალიან მომწონდა, ესეთი ხალსტუხი დავდიოდი და მოკლედ ეს იყო ჩემი ფორმა, რომელიც მე როგორც აღმოჩნდა, სულ ყველგან ამ ფორმით დავდიოდი, იცით, აი ისე მიყვარდა ეს ფორმა და ისე მომწონდა, აი მეგობრებთან როცა მივდიოდი დაბადების დღეზე, მაშინ ერის ადამიანი ვიყავი, სადაც არ ვიხდიდი მოკლედ ამას რა, არ ვიხდიდი სვამიც დავდიოდი და ფაქტიურად გამოვიდა რომ ასეთნაირად მივიჩვიე მე აი ამ კაბით და ანაფორით სიარულს მე როცა სასულიერო პირი გავხდი, მე უკვე ცოტა მოგვიანებით 95 წლის გაფართოებულ კრებაზე მივიღეთ კანონი რომ სასულიერო პირი არ უნდა გამოჩნდეს საზოგადოებაში საერო ტანსაცმლით, ნუ სახში შეუძლია რომ ეცვას, მაგრამ აი და საზოგადოებაში არ უნდა გამოჩნდეს და ფაქტიურად აი ამ ასეთნაირად, აი ესეთი კეთილი რაღაცა ნაბიჯით, აი ამ ხელა დიდი მოწყალებით ეხლა რა დაუშვდა პატრიარქს, არ მეგინეთ მაშინ ძალიან ძიმე პირობებში იყო ეკლესია და ამდენი ასეთი ძვირფასი ნაჭერის ყიდვა და მე ამ კერავებისთვის ამ ფულის გადახდა და აი ამან განაპირობა ჩემში პირადად განაპირობა აი ამ შესამოსulis მიმართ სიყვარული და ეხაც ვერ წარმომიდგენია, ეს კაბა რო გავიხადო, არც იქით მოცვი არაფერი და არც კიდე სათადარიგო ტანსაცმელი გამოჩნდა. მოკლედ ეს ყველაფერი პატრიარქის დამსახურება და ნუ მე ამითი დღეს ესე იგი დაამთავრებ საუბარს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი მაქვს კიდე მოსავალე აკადემიაზეც და საერთოდ პატრიარქის შესახებ. ვერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.